ახლა როცა ამ სტედაპს წერ, ჩვენი ფონდი უკვე დაყადაღებულია. ჩვენი ფონდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ვამზადებთ გადაცემას მომავალ ოთხშაბათს. და იმიტომ რომ ჩვენი ბენეფიციარები ძირითადად ცხოვრობენ რეგიონში, ამ ოთხშაბათს ვერ მოესწრო და არც გადავდებდი ალექსანდრეს გადაცემას, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ალექსანდრეს გადაცემა უფრო მნიშვნელოვანია. და როდესაც ჩვენ ალექსანდრესთან ვიყავით ჩასული, მას მივეცით პირობა, რომ თუ ის არ ივლიდა ჯართის შესაგროვებლად, ჩვენ მას გადავუხდიდით სტიპენდიას, მაგრამ მაშინ ფონდი გვქონდა. ახლა ფონდი აღარ გვაქვს და გვიყადაღეს. პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო. და რატომ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო? იმიტომ რომ, რავი, თუ მათ წუხილი აქვთ ადამიანების გასაჭირზე, მძიმე ჯანმრთელობის მქონე ბავშვებზე, მაშინ შეეძლოთ რომ ეთქვა, აი შენ გრჩება უფლება, აი ამ ბავშვების ცხოვრება შეცვალო, მაგრამ გიზღუდავთ აი ამ შინაარსის გადარიცხვებს და დაუბრუნდები ალექსანდრეს, რადგან მე ფონდზე დიდ გადაცემას ვაპირებ მომავალ ოთხშაბათს. ჩვენ ალექსანდრეს მივეცით პირობა, რომ ფონდი უზრუნველყოფდა მის სტიპენდიას. ამ პირობას ვერ დავარღვევთ. გადაცემის განმავლობაში, მთელი გადაცემის განმავლობაში ეკრანზე იქნება ალექსანდრეს დეიდას ანგარიშის ნომერი. გთხოვთ ყველას, ისე როგორც არასდროს, რომ ალექსანდრეს დეიდას ჩაურიცხოთ თანხა, რომ 11 წლის ბავშვმა, იმიტომ რომ ოჯახი გამოყვებას ჯართის შესაგროვებლად აღარ იაროს. ძალიან გთხოვთ, არ დამარღვევინოთ პირობა და ალექსანდრეს ჩაურიცხოთ თანხა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დანარჩენს მოგიყვებით შემდეგ ოთხშაბათს. Gittiga mungkin malah selalu ada sekarang kisah. Hey, David Samila. გამარჯობა. მე შენთვის ჩამოვედით თბილისიდან. შემოვალ შენთან. შენ გასაცნობად ჩამოვედი, ალექსანდრე. გამარჯობა. თქვენ დედა ბრძანდებით? ალექსანდრა. ისმე. ძალიან მიხარია, რომ შენ მოგაგენი. მეც. შენ რატო გიხარი? ცნობილი ხარ. მართლა? და ცნობილი ადამიანის გაცნობა უნდათ ბავშვებს, ხო? დიახ. კიდე რომელი ცნობილი ადამიანის გაცნობა გინდა? ხუჩა კვარცხელია. ნუ რა თქმა უნდა. კიდე? მიქაუტაძე. ბუდუზიზიოძე. გურამკაშია. ანუ ფეხბურთელების. ფეხბურთელების გარდა? იუთუბერების. იუთუბერების, აი იუთუბერებიდან მისი? ნიკათიემჯი. უბრალოდ პირველ რიგში ამიკო ზარქუან ნიკათიემჯი. მე ნიკათიემჯის ძმები საბიასი და თუნა. ჯეოზახიდი, ქიმერა. ბევრი იუთუბერების გაცნობა მინდა მეც და ბევრი ფეხბურთელის. ანუ შენი ცხოვრება ახლა ძირითადად მოცულია იუთუბით და ფეხბურთით. დიახ. როგორ სწავლობ? ისე. აი კარგად რომელ საგნებს სწავლობ? ქართული, ბუნება და
იდეაში შე როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი? ჯერ ვერ ვარ კარგად, მაგრამ მომავალში იმედი მაქვს კარგად ვიქნები. ჯერ არ მაქვს კარგი ცხოვრება, იმიტომ რომ აი სულ ზოგადად სულ ხევში დავდივარ, სულ ხელები მტკივარ, სულ ხელებს ვიჭრინ და ჯართებს ვაგროვებ და დიდ დროს სახლში ვერ ვატარებ. და ვერც დიდ დროს კომპიუტერთან ვერ ვატარებ, იმიტომ რომ სულ პულის ფული მინდა ვიშოვ ხან 5 ლარს ავიღებ, 5 ლარიც მაინც მიხარია, იმიტომ რომ ელემენტარული გამის საჭმელიც ვიყიდოთ, რომ შევჭამოთ რა. მოდი ხევის თემას დაუბრუნდეთ. ხევშია ჯართი? დიახ, ხან ფოთლებში ვეძებ, ხან ყრიაზე ვიდან, ხან ნაგავია, ნაგავში წყლია ჯართი და ასე შემდეგ რა. ყოველდღე ხარით ჯართისა? დიახ. და რამდენი საათი გჭირდება იმისთვის, რომ იპოვო? დაახლოებით 2 საათი, 1 საათი, რავი. ყოველდღე? დიახ. ამ ჯარს მერე სადაბარებ? მარშრუტკა ხან მანქანა, ხან მარშრუტკა გაველის ხოლმე, ის აქვთ ჩართული ჯართის და რომ გავიგებ ხოლმე ხმას, გავდივარ ხელს ვქნევ და მომყავს სახში და ვაბარებ. 8 წონის რამდენისაც იქნება, იმდენ თანხას მომცემს რა. აი ყველაზე დიდი თანხა რა აგიღია ჯერ? 30 ლარი. ერთი დიახ. გაყიდვა თუ როგორც არის, ჩაბარება თუ როგორც არის. დიახ. და აი რა გიყიდია მაგას 30 ლარი? კარტოფილი რომ შევწვათ ან მოხარშოთ სუპის ინგრედიენტები და ასე. და ის ყოველდღიური 5 ლარი რისთვის გჭირდება, ეგეც მაინტერესებს. საჭმელისთვის და ანუ 20 ხანდახან ვიღებ 25 ლარს, 23 ლარს და ვცდილობ რომ რაც შეიძლება მეტი ფული დამჩეს და ჩემ ძმებს ელემენტარული სათამაშო ან დრამე პატარა ტკბილეული ვიყიდო, კინდერი ან რაღაც. რამდენი ხანი ამ ჯარს რო აკრავ? მე პირველი კლასიდან. პირველი კლასიდან ყოველდღე დადიხარ ჯართის შესახებ? 5 წელი. ანუ რაღაცა სამსახურივით გაქვს, ხო? რაღაცა ოჯახი. და ჩემი კი მეუბნება არ გინდა არ წახვიდე ძალიან იღლებიო, მაგრამ სახში საჭმელი ხო გვინდა, ამიტომ მივიდივარ რა. ანუ სახში ვინ არის შენს გარდა, ვისაც შემოსავალი მოაქვს? ერთადერთი დედა არის. შემოსავალი არა, მაგრამ საჭმელს მაინც აკეთებს ხოლმე და გვერდში გვიდგას და მამაც იყო რა. უბრალოდ ხა მამა დაიჭირეს და მამა რო იყო, შემოქონდა სახში 50 ლარი მაინც მუშაობდა პრესებზე, მაგრამ ეხლა არ არის მამა. კაი, მამის დაჭერის დეტალებზე შენთან არ შემოვალ. კიდე ვინ ცხოვრობს სახლში? ჩემი 2 და უბრალოდ ერთი და ახლა აქ არ არის. ერთი და მყავს აქ, კიდე 2 ძმა მყავს და 5 ვართ რა. შენ ხარ უფროსი? არა. ჩემი დიდი და მარიამი 13 წელსა. დიდი და არ დადის ჯარზე? ერთხელ გამომყვა, მითხრა რომ ძმაო მეც მოგეხმარები იქნებ რაღაცაშიო, ზოგადად სულ ბავშვებს აქცევს ყურადღებას, ანაც დედაც კეუნება, მეც მივაქცევ ყურადღებას, მაგრამ დედა სულ საქმეებს აკეთებს. თქვენი შემოსავალი რა არის ჯართის გარდა? არაფერი. სოციალური? სოციალური კი. და ერთადერთი ჩემი ძმა რო ველაპარაკობს გაბრიელი ცოტა კარგად, მაგ შემთხვევაშიც ფულს გვაძლევენ, მაგრამ არ ყოფნის. ერთი სული მაქვს დახმარებას როდის ავიღებ, თუ 1-2 დღე მაინც დავისვენო ხოლმე და ჯართი აღარ შევაგროვო. მომენტი იყო, რომ დახმარების დროსაც 1-2 დღე ჯართებს ვაგროვებდი და არ ვაბარებდი, იმიტომ რომ ის დახმარების ფული გამოგველეოდა და მეც გვინდოდა. აი ჯართი რო არ შეაგროვო და ეს შემოსავალი რო არ ქონდეს, რა არ გექნება? ანუ რის გარეშე დარჩები? საჭმელის გარეშე დავრჩებოდით და ვიქნებოდით მშევრები, ანუ შეიძლება ბებია ჩემი ჩამოდის ხოლმე თვეში ერთხელ, იმიტომ რომ მაგასაც ბებია ჩემსაც არ ცალია და ოჯახი ყავს ბებია ჩემსაც და ჩამოგვიტანს კიდევ რამეს ხოლმე რა. და დეიდა ჩემებიც არიან, უბრალოდ დეიდა ჩემები მუშაობენ და როცა იცლიან ხოლმე მოაქვთ რამე გეხმარებიან საკვებ. დიახ. ბევრჯერ ფულიც ჩუქებიათ და მაგით სულ საჭმელს ჭამდი. ჭამდი რა, ყიდულობდი. ეს არის შენი ცხოვრება, რომელიც გაქვს. და ახლა მომიყევი ცხოვრება, რომელიც გინდა რომ მქონდეს.
აი, როგორ წარმოგიდგენ? ჩემი ანუ როგორ ცხოვრება მინდა მქონდეს და ჯართებზე არ დავდიოდეს, საჭმლის ფული გქონდეს, ელემენტარული ოთახები გქონდეს, გაკეთებული და ჩვენი ოცნებები აქვდენოდეს. აი რა არის ეს? მაინტერესებს, აი როგორ წარმოგიდგენია, რაზე გინდა სიარული, აი სწავლა, შენი ნაწილი, აი რა. ერთადერთი რაზეც მინდა სიარული ფეხბურთია. რატო არ დადიხარ? ხო უფასოა. აღარ არის უფასო. ეხლა ეგ ვარჯიშები იყო უფასო. ეხლა ფეხბურთზე ვეღარ დავდივარ, იმიტომ რომ არ მაქვს საშუალება. თან ფეხბურთი გორშია, მარშრუტკის ფულიც არ მაქვს, გადასახადის ფულიც არ მაქვს. ერთადერთ ცეკვაზე დავდივარ, რასაც დეიდა ჩემი მიხდის ფულს. დეიდა ჩემის შვილიც დადის ბარბარე. ერთად დადიხარ. ალექსანდრა. აი ეს გზა ხო გადიხარ ამ ჯართამდე რაღაც, რამდენჯერ გაგავლილი ხა, წარმო 5 წელია ჯართსაკრავებ და რამდენჯერ გაქვს ალბათ გავლილი. დიახ. აი რაღაცა ყველაზე ისეთი გახსოვს, აი რაღაცა ისეთი დღე, რომელმაც შენზე რაღაცა შთაბეჭდილება მოახდინა და არ დატომღაც დაგამახსოვრდა. დიახ, არის. აბა რომელი მითხრა? როცა ვაგროვებდი, ვიყავი სადღაც ხევში ასული, ძალიან დიდი ხევი იყო და მიწა იყო ძალიან რბილი. და ანუ რო დავადგი მიწაზე ფეხი, უცბად ჩავარდა, ჩაიწია მიწა. ხო და მეც ჩავყევი ამ მიწას ძალიან დიდი ის იყო და გადავარჩი ერთადერთი ხეს მოვეჭიდე და შემდეგ მაგ ხის გვერდზე იყო რამოდენიმე ხე და ეგრე გადავძველი ხეზე და ჩავედი დაბლა. მე შემდეგ გავაგრძელე ჯართის მოპოვება დაბლა რა და იქიდან ავიღე ის რა ქვია 1.5 ლარი იქიდან 5 ლარი ჯართი ავიღე და აი ამ მოგონებაში ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდა? რამდენჯერ შემშინებია როცა წავედი, მაგრამ ასე ძალიან არასოდეს არ შემშინებია ჯართის შესაგროვებლად რო წავედი. მეზობლებმა იციან რა შენ ჯართს აკროვებ? დიახ. არ ვიცი, არც არაფერს არ მეუბნევიან მაგ ჯართთან შესახებ და აი თუ გეხმარებიან. ანუ ზოგი მეზობელი მეხმარება, მაგრამ ანუ ყოველ დღე არა ძალიანაც, არა თვეში ერთხელ ყველი შემოგვაწოდონ, პული შემოგვაწოდონ და ეგრე. ანუ კეთილებიც არის. დიახ. კეთილ ხალხსაც ხედავ ბავშვობიდან. 11 წლის მანძილზე მე შენ ახლა მინდა გაგახსენო დღე, როცა იყავი ძალიან ბედნიერი. ეგ დღე იყო ერთხელ დეიდა ჩემი ჩამოვიდნენ, ჩემი თავად თავის შვილებიც მოიყვანენ და პატარა სუფრა გავშალეთ მაგიდაზე და ძალიან გავერთეთ და აი ეგ დღე იყო ჩემთვის ყველაზე ბედნიერი. დღეს სულ ჯართის შეგროვება სულდები და მაგ დროსაც სულ შემეგროვებინა ჯართი, მაგრამ დეიდა ჩემი რომ მივიდიო დეიდა ჩემი მოვიდა და თქვა დღეს ჯართს აღარ შეაგროვებო და ცოტა ფულიც მაჩქა აღარ შეაგროვო დღეს ჯართი არ შეაგროვო და მოვედით და მოვიდნენ და გავერთეთ და ასე შემდეგ. ანუ ეგ ერთადერთი დღე გახსენდება თუ იყო კიდე სხვა დღეები? არა, ეგ ერთადერთი. კლასელები მომეყევი რამე შენს კლასში? ჩემი კლასელები მეგობრები მყავს, ბევრი რომელიც კარგად მექცევიან, ზრუნავენ ჩემზეც. რა კარგია. და ერთმანეთს გვერდში უდგებით. ეგ არის, ანუ ჩემი მეგობრები ძალიან მიყვანან, იმიტომ რომ სულ ჩემს გვერდით არიან, რა გასაჭირშიც არ უნდა ვიყო, მეხმარებიან და აი მაგიტომ. მეც მიყვა შენი მეგობრები. რა კარგი მეგობრები ყოლია. მასწავლებლები? მასწავლებლები, ანუ მასწავლებლებს არ ვასწავლე ვაფშე მაგ საკითხთან არ მელაპარაკებიან. მაგ საკითხთან დაკავშირებით არაფერს არ ამბობენ, არც მელაპარაკებიან. მაგრამ იციან. არ ეხებიან. ანუ შენ ახლა 11 წელს ხარ. დიახ. მაგრამ უფრო დიდი ხარ. შენც ეგრე გონია? ცოტა. აი შენ კლასელებთან შედარებით უფრო დიდი ხარ? ზოგ-ზოგიერთ. რაში გრძნობ შენ სიდიდეს? ზოგჯერ ბავშვები მეუბნევია რომ ანუ ჩერნოვცის ფონზე რომ დამდეს, არა უშავსო, ვინ არ დადებულაო, ზოგი დამცინის,
მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. ზოგი უფრო მეუბნევიან, რომ აი ქენიო ეგრე უნდაო, სასირცხვილო არაფერი არ არისო და აი ეგ ძალიან მიხარია და თავს გძნობ ძალიან დიდად და ეგეთად და ანუ ამ დროს მე შენთან რატო ჩამოვედი, იცი? რატო? იმიტომ რომ შენ ხარ საოცარი ბიჭი. მადლობა. საოცარი მაგალითი შემქმნელი, როდესაც ამბობ ბავშვობიდან, რომ აი წარმოიდგინე ხა შენი ამ რაღაც ძალიან რთული გზით, რომ ყოველდღე მიდიხარ ჯარს აგროვებ, რას ამბობ, ხო? რომ შენ რაღაც არეგუები იმ გაჭირობას, რომელიც გაქვს და შენ რაც შეგიძლია პატარა ბავშვს ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ შენი ოჯახის წევრებისთვის შენთვის ეს რეალობა შეცვალო. უკეთესი გახადო ცხოვრება და შრომობ. შენ როგორც შეგიძლია, ისე შრომობ ამისთვის. ანუ შენ ხო შეგიძლია რომ რაღაც ამ ყველაფრის მიმართ, ანუ ამ ყველაფერს მე ხო ვცდილობ რომ ისე გესაუბრო, კარგად რომ გამიგო. ანუ ეს ყველაფერი შეგიძლია რომ პრობლემად არ აღიქვე 11 წლის ხარ და საერთოდ არ გაქვს ის ვალდებულება რომ ამდენი რაღაცა ძალიან რთული. ვიცი, დედაჩემიც მეუბნება რომ უაგროვებ არ ხარ შენ ვალდებული და რაღაც, მაგრამ ჩემი ძმებისთვის, ჩემი მშობელისთვის, დებისთვის მინდა რომ უკეთესი გავაკეთო და უფრო კარგი ძმა ვიყო, ვცდილობ რა, უფრო ჩემი დებისთვის და ძმებისთვის უფრო კარგი ძმა ვიყო, ეგრე ვცდილობ და შედევ რა, შენ ხარ საოცარი ადამიანი. ანუ შენ ვცდილობ რომ სხვა გააბედნიერო, ანუ მე მიხარია რომ შენ გაგიცანი. აქ შენთვის ჩამოვედი სპეციალურად, რომ მე მეხვალ თქვა, რომ ალექსანდრე ჩემი მეგობარია და შენც რო სკოლაში მიხვალ, შენ თქვი რომ მე შენი მეგობარი ვარ და გამეხარდება. თუ იტყვი რომ მე შენი მეგობარია. ყველგან ვიტყვი. მეც ყველგან ვიტყვი რომ შენ ჩემი მეგობარი ხარ, იმიტომ რომ მე მინდა რომ ასეთი მეგობრები მყავდეს როგორც შენ ხარ. რომ ადამიანებზე ზრუნავ რომ გააბედნიერო შენი და რომ შენდეს უკეთესი ცხოვრება კონდეს, უფრო გემრიელად ჭამოს. ელემენტარული რაც მინდა ვთქვა, ელემენტარული იმის ფულიც არ მაქვს, რომ ცეკვის კონცერტზე წავიდე. ჩემი დეიდა ჩემი მიხდის მაგის ფულსაც. ეს რას ნიშნავს ცეკვის კონცერტი, რომ ანუ კონცერტზე კიდე ფული უნდა გადაიხადო? ანუ ცეკვას ხო ვდგავთ და მე ხომ მივიდივართ კონცერტზე. ხო, სად მიდიხართ? ერთი ვიყავით ცხეთაში ვიყავით, მეორე აღარ ვარ. ხო, სადღაც. პირველად ვიყავით, ეგ აღარ მახსოვს. დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ. და ანუ ორივეზე წამიყვანა დეიდა ჩემმა. პირველ კონცერტზე გამიხარდა ყველაზე ძალიან მედლის აღება. რა თქმა უნდა მეორეზეც გამიხარდა მედალის აღება, მაგრამ პირველი იყო რაღაც საოცრება. გეგონება, ანუ ცეკვაზე საერთოდ არ გიცეკვი არასდროს არაფერიო და ანუ რომ თქვა მასწავლებელმა ალექსი ალავერდაშვილიო, გამოდი მედალი მოგცეო, ძალიან გამიხარდა და ძალიან კარგი გრძნობა იყო. ძალიან წარმომიდგენია. აი ეს თქვენი სახლია? დიახ. ნაკირავი არა? არა. რა კარგია რომ ქირის ფული არ გაქვს ახთელი. ეგ მიხარია ძალიან. მე დამათვალიერებინა? დიახ. შენი ოთახი არ გაქვს აქ როგორც მე მივხვდი წეყან ოთახს ისე დაიწუწუნე. მაგრამ მინდა რომ გავაკეთო. აი ესენი არიან შენი ძმები. დიახ. გაგიკეთებიათ ეს ოთახი, ვიღაცამ დაგეხმარათ ვინმე? დიახ. ფონდი ხო? ოჩახ. ჩერნოვეცკის ფონდით. უნდა ვთქვათ, ყველა ფონდი უნდა შევაქოთ, რომელიც კარგს აკეთებს და აქ მე და ჩემ ძმას ვძინავს, იქ გოგუებს ვძინავთ და იქ დედას და გაბრიელს. აქ დედას და გაბრიელს? დიახ. აქ შეიძლება რა შევიდე? დიახ, შევძანით. ეს სამზარეულო. რა სუფთად ცხოვრობთ? მადლობა. რა კარგია რომ თქვენ სახლში სისუფთავეა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამაზე დედა ჩემი ზგნავს. ხო რა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ალექსანდრე, ისეთი საყვარელი ხარ, რომ მე შენაირი გმირი იშვიათად მინახავს. დიდი რო გავიზრდები, ეს ოთახი უნდა გავაკეთო ჩემი დებისთვის. ორივენი აქ იყვნენ. იქითა ოთახი ჩემი ძმებისთვის და იქითა უფრო კარგად უნდა გავაკეთო ჩემი ორივე ძმებისთვის. მე აბაზანა უნდა გავაკეთო აქ პატარა აბაზანა. ხო, აბაზანა აუცილებელი. აქ კედელს ჩავსვავ. ხო. და იქ იქნება ჩემი ოთახი. ეს დიდი რო იქნები, შენ ეს რამდენი წლის ასაკში მოახერხებ? 20 წლის, ან 18 წლის ასაკშივე შეიძლება მოახერხო. მოდი ჩვენ ესე შევთანხმდეთ. რა თქმა უნდა, ჩვენი ფონდი შენს ცეკვას დაფარავს. რა თქმა უნდა, კონცერტის თანხებსაც. რა თქმა უნდა, ჩვენი ფონდი დაფარავს შენს ფეხბურთს. თავის გზიან ყველაფრიანად. ანუ მივალ ფეხბურთს. ხო, ივლი ფეხბურთს რა თქმა უნდა. და ჩვენ ყოველ თვე გამოგიყოფთ შენს სწავლის სტიპენდიას, ესე დავარქვათ. ამ თანხას ესე დავარქვათ. რომ შენ ჩვენ მოგცემ პირობას, რომ შენი სწავლი კარგად,
და ჩვენ გადაგიხდით სტიპენდია სწავლაში. და ასევე უნდა დადო საჯარო პირობა, რომ შენ აღარასოდეს სივლი ჯართის შესაძლებლად. თუ გავიგებ, რომ ჯართის შესაძლებლად მაინც ახვედი, ყველაფერს შეგეწყვეტავთ. კარგი. და თუ მოგცემ საჯარო პირობას, რომ შენ დღეიდან აღარ დადიხარ ჯართის შესაძლებლად. კარგი. ჩვენ ყოველთვიურ სტიპენდიას დაგინიშნავთ იმისთვის, რომ შენ კარგად ისწავლო. და ხა ეს იცი რატომ მნიშვნელოვანი? რატომ? ჩემი აზრით აი ამ ყველაფრიდან რო გაძვრე, ეხლა რა სირთულეებშიც ხარ, ეხლა რა პრობლემებიც ხარ, და ამ ყველაფერში რო გაძვრე, ამ ყველაფრიდან და შენი დედმამიშვილებს რო გაიყოლო, განათლება უნდა მიიღო. დიახ. შენ თუ განათლებული ბიჭი იქნები, იცოდე რომ გექნება ყველაზე მთავარი იარაღი ხელში, რითიც სიღარიბეს თავს დააღწევ. მე გაძლევ შენ ამის პირობას, რომ შენ თუ განათლებას მიიღებ, შენ ამ სიღარიბეს თავს დააღწევ. იმედი არა 100%-იან გარანტიას გაძლევ. აი, მე შენ გაძლევ ამის პირობას. თან ისეთი ჭკვიანი ხარ, ისეთი საოცარი ხარ. აი, შენი რაღაცა საუბრით, მიდგომებით, როგორც მსჯელობ, შენი ლოგიკური აზროვნებით, რომ შენ ძალიან დიდი მომავალი გაქვს, ალექსანდრე. დიდი მადლობა. ესე იგი შევთანხმდით. დიახ. დადიხარ ცეკვაზე? ყველაფერზე თავის კონცერტებიან ყველაფრიანად. დადიხარ ფეხბურთზე? და ფონდი გიხდის შენ ყოველთვიურად სტიპენდიის თანხას, რაც სწავლობ კარგად. და სწავლობ კარგად. ჩვენ ვrეკავს შენ სკოლაში და ვამოწმებთ ყოველი თვის ბოლოს როგორ იმეცადინე. პირდებით თუ აღარ ვივლინ ჯართზე. და ჩვენ რო ჩავრიცხავთ თანხას, ვის ანგარიშსაც გვეტყვი, იმას ერქმება ალექსანდრეს სტიპენდია. დიახ. და ასე იქნება მანამ სანამ ნანუკას ფონდი იარსებებს. და დიდი იმედი მაქვს რომ დიდხანს ვიარსებებთ. იარსებთ. შევთანხმდით. ვამბობ რომ შენ ჩემი მეგობარი ხარ? დიახ. შენ ამბობ რომ მე შენი მეგობარი ვარ. დღეიდან ჩვენ მეგობრობას ვიწყებთ. დიახ. დავწერეთ სტატუსი და ვთქვით რომ ვაპირებთ იმერეთში მოგზაურობას და თქვენ გვირჩიეთ შემდეგ უკვე კომენტარებში და გვითაგეთ ადამიანები რომლებიც გინდოდათ რომ ამ სიუჟეტში გენახათ და ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო არის და იქნება ის რომ ეს ადამიანები იქნება არ იყვნენ ტიკტოკერები და ცნობილები და იქნება ისეთები იყვნენ ვისაც ჩვენი ეთერით გაიცნობენ აი ეს ნაწილი 83 91 აკაკი წერეთლის ძალიან ლამაზია ნახეთ რა ლამაზია გარედან ციგნების თაობა ქვია გამარჯობათ რა გარხართ მოვდივართ. ზუსტად ასე დაგვითაგეს კომენტარებში და გითხრეს რომ ქუთაისში თუ ჩამოხვალთ აუცილებლად უნდა ნახოთ აი ეს ხალხი უნდა გაიცნოთ ისინი და უნდა ნახოთ რა შექმნეს. და შესაბამისად ამ თხოვნასაც ვასრულებ. მივდივართ საფოსთან და მიშასთან. კოკაკოლა. კოკაკოლის გარეშე მე ამ ნაწილს არ ჩავწერ. რა გარხართ? კაი რა სილა ყვავილებიც გვიყვარს. ხო რაღაცა სულ ეძებდი რა შეიძლება ყოფილიყო ქუთაისის სიმბოლო. და საბაგიროები ძალიან მოგწონთ და ეს წითელი და ყვითელი საბაგირო და ვიფიქრეთ რომ რაღაცა ვწდიდი გაკეთებას თუ მოუხდებოდა ამ აივანს და მე მგონი გამოგვივიდა სახში ჩემი ხელით მამასთან ერთად გავაკეთე და ახლა კიდე უფრო დიდი გეგმები გვაქვს საბაგიროებთან დაკავშირებით და მე შეიტყობთ მაგასაც რომ უნდა გავაკეთო ცოტა უფრო დიდები და მოკლედ ეს სახლი შიგნით ხო საუბრობს, მაგრამ გარედანაც ესაუბრება ადამიანებს და ეს
ძალიან მოგწონს რომ ჩერდებიან და ვა. კი, ამ აივანზე ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი რაც ამ ქვეყნის არის ხოლმე ამ აივანზე გადავკიდებთ ფრაზას და ძალიან ბევრი ხედავს და ლაპარაკობს მოკლედ ესაა. ანუ რაღაც საოცარი გარემო გაქვთ. მეგონი რომ სხვანაირი ჩაცმული უნდა მოვსულიყო, ვიღა დიდი კაბა უნდა მეცოს. იმიტომ რომ მართლა ძალიან საოცარი სივრცეა და ქუთაისია ჩემთვის, აი ეს გარემო. და მეგონა რომ მეტყოდით რომ ვიღა ცნობილი მწერალი, პოეტი ცხოვრობდა. ეგეთი ბოლოს ებრაელებისგან ვიხიდეთ ეს სახლი. მეც მგონია რომ ამ სახლში ცხოვრობდნენ განსაკუთრებული ადამიანები. მგონია კი რა ალბათ ასე იყო. სხვანაირად გამორიცხულია რომ ეს სული. ხო რაღაცნაირი სული აქვს, ხო. სოფო და მიშა. რა უნდა ვიცოდეთ თქვენ შესახებ, ვინ ხართ? საოცარი ხალხი ხართ ჩემთვის, აი მართლა ღირდა თქვენთვის პოტაის შემოსვლა, მაგრამ თქვენ რას გვეტყვით თქვენ შესახებ? წიგნების თავის მშობლები ვართ. ქალაქ ქუთაისში, მეგობრები, შეყვარებულები და ცოლქმარი. რა კარგია რომ ჯერ შეყვარებულები ხართ და მერე ცოლქმარი? არა, ჯერ მეგობრები, სულ პირველად. და მერე. ხო, ალბათ შევქმნით სივრცე, რომელიც ჭირდებოდა ქუთაისს. ძალიან პოპულარულია ეს სივრცე ქუთაისში. ყველა ბავშვის მშობელმა მინიმუმ იცის და აქ მოხვედრა ძალიან სასიამოვნოა ბავშვებისთვის, იმიტომ რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, გარემოც ისეთია, რომ აქ წესით წიგნის კითხვა და მოსმენა უნდა გესიამოვნოს. თავარი მაინც ის არის ალბათ, რასაც ვაკეთებთ, რომ საიდან დავიწყეთ? ვიდრე რასაც ვაკეთებთ, საიდან დაიწყეთ? სკოლაში აღმოჩნდი, შედარებით პატარა ვიყავი. რამდენი წლის? 22 წლის, 22-23 წლის. გოგოს რა უნდა გეკეთებინა სკოლაში? დაწყებითი კლასის სკოლაც ახალი გახსნილი იყო მაშინ და მასწავლებელი ვიყავი დაწყებითი კლასის. მაგას აქ ხო იშვიათად უნდათ სკოლის მასწავლებლობა? მე დამთავრებულიც მაქვს ეგ და რაღაცა ხო ჩემი უბრალოდ თავიდან მსახიობობა მინდოდა, მაგრამ რაღაცა ვერ შევძელით მაშინ თბილისში წასვლა, ცოტა მიუწვდენელიც იყო და ყველაზე ახლოს, იმიტომ რომ გონია რომ მასწავლებელი ყველაზე დიდი მსახიობია. ამ 40 ბავშვში რო შევიდოდი, ცხადია, ეხლა ჩვეულებრივი სოფო ვერ ვიქნებოდი. რაღაცა 1000 გვარი უნდა ყოფილიყავი და მართლა ძალიან მესიამოვნა. ძალიან საინტერესო იყო. იქ რაღაცნაირად დიდი ზრდა მივიღე. და აქ მან აღმოვაჩინე ეგიდია, რომ ამ ბავშვებს კიდევ სხვა ჭირდებოდათ. ნუ გასაგებია სკოლის პროგრამა, მაგრამ არაფორმალური განათლების სივრცე მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ თავარი რაც ბავშვებს სურთ, ეს არის საუბარი. აღიარება, რაც მოსწონთ, რომ აღიარო და აი მნიშვნელოვანი ყოჩახ რა მაგარი იდეა თქვი და აი ეს რომ აღმოვაჩინე, მე მივხვდი რომ რაღაცა ისეთი სივრცე, სადაც უბრალოდ ვისაუბრებდით და ყველაზე კარგი გზა და ხერხი რა ვიცი, შეიძლება მარტივი იყოს, ეს იყო წიგნები. ზღაპრები, თა ცოტა მეზღაპრე ვარ კიდე, ჩვენ მეზღაპრე მასწავლებლებს უწოდებთ ხოლმე ჩვენთან. რომ მეკითხებიან რა პროფესია გაქვს ეს. რა ვიცი, ზღაპრებს ვკითხულობ და წიგნებს ვკითხავთ ბავშვებს. უცნაურია, მაგრამ ხო ესია. აღარ დარჩა ქვეყნად წიგნი. ზეპირად რომ არ ვიცი. დავიზუთხე პრინცესების ყველა წესი და რიგი. ერთი პატარა ოთახი ვიქირავეთ, მაშინ მიშო ჩემი მეგობარი იყო. მორგეწკენება მიშო. ხო და მიშკა დამეხმარა, მართლა ერთი პატარა ოთახი მოვაწყვეთ. იქ იყო 15, სადღაც 20 ბავშვი. დავდებით ჩემს პირად Facebook-ზე, რომ ესე მინდა რომ ბავშვებს წავუკითხო ლიტერატურა და რაღაც 3-4 წიგნი დავწერე, რომ დავიწყებ ამ წიგნებით. მახსოვს იყო ნოდარ დუმბაძე, ასტრიდ ლინდგრენი, კიდე დაჩის ზღაპრები, რაღაც ესე, ხო, რევაზინანიშვილი, რამდენიმე ესე დავწერე. განვიხილავ ამ წიგნებს. დღეს 15 ბავშვი, ამ 15-მა რაღაც მისი მეგობრები მოიყვანა სკოლაში ჩემი მოსწავლეებიც, რომლებიც დავტოვე. ისინი რაღაც უსიტყვოდ მოვიდნენ და ისე მოხდა რომ რამდენ ხანში დავტოვეთ მიშკას. 3 თვეში უკვე მოგვიწია დიდი სივრცის. ხო, ამიტომ ბავშვების რაოდენობა ბავშვებს იქ ვერ ვეტეოდით იმ აქაც ვეღარ ვეტევით, ჩვენ მეორე სივრცეც გვაქვს, ის სახლიც ამაზე უფრო მასშტაბური და უკეთესი სახლია. სახლებს ვეძებთ საერთოდ, წიგნებთან ერთად სახლებიც გვიყვარს. როგორ არჩათ მასწავლებელს? ძალიან მარტივად, სივით არა, ხო. რა თქმა უნდა და პრინციპში არც პროფესიას არ აქვს მნიშვნელობა. ანუ ზღაპარს აკითხებთ და თქვენ კარგი მასწავლებელი ხართ. აი, თქვენ ღირებულებები არის პირველი. აი, თქვენი მგელია. კარგად გამოგდით, ხო. ხო, ღირებულებები კი, მიშო, რამდენიმე კითხვი შემოვიფარგლებით უბრალოდ და ევროპა თუ რუსეთი მაგალითად იქნება თუნდაც, პირველი კი, კითხვა. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა დღეს. კი, ნამდვილად. შეიძლება თავარი და პირველი, ხო.
ჩვენ წიგნების თაობის შექმნის იდეა სწორედ ესაა, რომ ჩვენ ამაც ძალიან დიდი ხანია ვლაპარაკობთ. აი მაგალითად 4 წლის წინ მქონდა ბანაკი ბაკურიანში, რომელსაც ერქვა ევროპა როგორც მასწავლებელი და ეს შეიძლება ვიღაცებისთვის მაშინ ცოტა უმნიშვნელო იყო, მაგრამ ახლა იმ ეტაპზე დავდექით, რომ მე ძალიან მიამაყება, რომ მაშინ განგრძელი ბავშვები სავარაუდოდ აქციებზე იდგნენ უკვე რუსთაველს. ჩვენთან ერთად არიან ეს ბავშვები აქციებზე და მივხვდი, რომ ახლა ძალიან საჭირო საქმეს ვაკეთებდით მაშინ, იმიტომ რომ ის თავიდანვე ჩანერგილი ღირებულებები ამ ბავშვებისთვის და სიმართლე დასწავლეთ ჩვენ ხო არაფერს არ ვიგონებთ. ჩვენ ხო სადმე ახალ ადგილზე არ გვინდა გაწევრიანება ეს არის ოჯახი, სადაც ჩვენ ვიყავით. ვართ ამ ღირებულებების მატარებლები და ახლა გვინდა უბრალოდ დაბრუნება და ეს შანსი რომელიც გვაქვს უნდა გამოვიყენოთ. აუცილებლად. ალბათ ეს არის წიგნების თაობის მასწავლებლების მთავარი ღირებულება, რომ გარდა იმისა, რომ წიგნებს ვკითხულობთ და აქ ცხოველების ფენვას ვკითხულობთ, მაგალითად უფროსი თაობის ბავშვებისთვის, რომ ზუსტად მიხვდნენ რა ხდება ამ სამყაროში, გარდა ამ ყველაფრისა ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი ცხოვრების წესით დავანახოთ ამ ბავშვებს საქმე. და არ ყოფილა ქუთაისში არც ერთი აქცია, სადაც ჩვენ ორგანიზატორები არ ყოფილვართ. ჩართული თითოეულ ამ ბავშვში და ეს ბავშვები ჩვენ გვერდით იყვნენ, ჩვენთან ერთად წერდნენ პლაკატებზე, სიტყვით გამოდიოდნენ და ასე შემდეგ. ეს რა მაგარი ხმა? საიდან? აი ქვევით აქ ალბათ კაფეში. და გაგაცნო ჩვენი კეთილი მეზობელი და ჩვენი მეგობარი. ის სახლი, აი ის ამას კიდევ. ის ნამდვილი ქუთაისია რა, ეს შენობა და ხო, ეს ადამიანები. აი, ხავა სილაზეო. ნახეთ ხავა სილაზე? ჩემი ბავშვების სახლი გაქვთ. კი, აი, რაღაცა ბავშვობაში დამაბრუნეთ. დაბძანეთ რა. თქვენთან მასპინძელი ხართ და თან ასე ყავას და ჩაიზე მოდიან, ხო? ასე მოვიფიქრე, ხო. კარგია. ეს არის ჩვენი მეგობრული სივრცე, ასე რომ ვთქვა. კაია. კაფე ელოსთან. ძალიან სწორად მოვიფიქრებია. მე გადავახო ცოტა უკან. სოფომ წეღან თქვა რომ ჩემი მეგობარი იყო და თან მიშო დაგამშვიდა რომ მიშო არ გეწყინოს. შენც მისი მეგობარი იყავი მაშინ? მეგობარი ვიყავი, მაშინ ნამდვილად მეგობარი ვიყავი და ვეხმარებოდი როგორც მეგობარს. შეყვარებულებად როდის გადაიქეცით? მე მივხვდი რომ ერთ დღესაც ხო მიშოს არ იყო ეს ამბავი, მხოლოდ მეგობრობა და ცოტა სხვა განცდები რო გიჩდება ადამიანს, მაშინ მივხვდი რომ სადღაც უნდა დასრულებულიყო ეს მეგობრობა და მე რაღაცა პერიოდი ცხადია გაბრაზების ეტაპი როგორ მაკადრე მეგობარს მე ხო შენი მეგობარი ზუსტად ეგ ფაზა რა რატო ვაკადრე, მაგრამ მე რაღაცები დალაგდა თავთავის ადგილზე და მე ამ საქმემ კიდევ უფრო მეტად გაგვაერთიანა, იმიტომ რომ გონია რომ ბავშვებსაც ხშირად ვეუბნები რომ ცხოვრებაში თავარია ბედნიერი იყო და ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო და რა საქმესაც აკეთებ ის უნდა განიჭერდეს სიამოვნებას. ამ საქმით ასე ალბათ ბევრი ადამიანი არ არის ჩვენ ქვეყანაში და ეს ძალიან გულდასაწყვეტია ჩემთვის და მე მივხვდი რომ 8 წლის განმავლობაში ზუსტად იმას ვაკეთებ რაც სიამოვნებს და მარტივი მაგალითი რომ თქვა არის ერთი ჩემი საყვარელი წიგნი 35 კილო იმედი ქვია. ეს წიგნი მაქვს დაახლოებით წაკითხული 200 ჯერ. მაგრამ ახლა რომ დაიწყება თვის ბოლოს ახალი სეზონი ჩვენთვის ამ წიგნს 200 მეეთე წავიკითხავ და უკეთესი განცდებით. რას გაძლევს ეს რატო ხო იმედზია ეს წიგნი და საქმის სიყვარულზე, შენი თავის აღმოჩენაზე და ამ ბავშვებს ეს სჭირდებათ ყველაზე მეტად, რომ ყველაფერი გამოგივათ, თავარია თქვენ უბრალოდ გეგმა დაისახოთ. პირველი წინადადება აქ ამ წიგნს ისეთი რომ მე ყველა ბავშვი კითხულობს. ვერ ვიტან სკოლას. ვერ ვიტან სკოლას. ამ ხნად ყველაზე მეტად მეზიზღება ის. საბა წიგნს გიყიდი, შვილო. ასე იწყება და მე ყველა გისმენს. ამ წიგნმა მიმახვედრა მე რომ ეს ზუსტად ის საქმეა რაც არასდროს არ მომწყინდება. ანუ ვინც აქ მოდის, მას წიგნის კითხვა უყვარს თუ არიან ისეთი ბავშვები, რომლებთაც თქვენ ცდილობთ? ხო, ორი კატეგორია გვყავს რა. 3
ვისაც უყვარს კითხვა, ვისაც არ უყვარს და ვის მშობელსაც უყვარს და უნდა რომ იკითხოს ვის. აი ვისაც არ უყვარს მათთან როგორ ხო, აი ეგ ყველაზე საინტერესოა პირიქით. ჯერ ერთი რომ შეიძლება არ შეუყვარდეს, მაგრამ აქ წაკითხული წიგნები დარჩება და ზუსტად ვიცი რომ გავლენას მოახდენს. ძალიან საოცარი ხალხი ხართ. მადლობა ძალიან რომ გვესტუმრეთ. მადლობა.